თუ ვიღებთ მაგალითად პირობითად 100%-ს რაღაც რაოდენობის მთელ სოფლიოში დაავადებულთა სექსუალური დისფუნქციების სხვადასხვა. 55% ქალია და 45 კაცი. მიზეზი როთონზე. მიზეზი აი როგორც აი ისევ და ისევ სოციოკულტურულ ფაქტორებზე გავდივართ ჩვენ და აი ეს დასაძლევია, იცით, ეს არის დასაძლევი და ეს არის ალბათ ყველაზე რთული ამოცანა და ამის ამოცანის შესრულება ახლა მარტო ექიმს გაუჭირდება. როგორც მინიმუმ ხო ქართველი ქალი იმითი არ უნდა იყოს დაკავებული, რომ იტალიაში ბარიში მუშაობდეს და აქ პარაზიტ ქმარს ინახავდეს, კაიგე? 100%. ხო, ნუ ესე არ უნდა იყოს რა. გამიგეთ? ქალი რომელიც დღე-დაღამე მუშაობს რომ თავის ქმარს, ესე იგი ფული გაუგზავნო, რა თქმა უნდა, მშობლებსაც, შვილებსაც კი ყველას ყოფნის. თვითონ რა რჩება აცოდავს, მაგრამ ნუ ასეა თუ ისე, ესე იგი ქმარმა ბენზინი მანქანა იყიდოს. დღეს აღარ დამაგვიანდა პაციენტთანაც. დამაგვიანდა, იმიტომ რომ წავედი გრიპის აცრა გავიკეთე ახლა რა ვქნა რა, მე პაციენტებთან მაქვს კონტაქტი კაცო. მე რო გრიპი დამემართოს თვენახევარი გამოვდივარ წყობრიდან და კაი დაუშვათ ჩემი თავი მე თუ არ მეწოდება, ჩემი პაციენტები მეწოდება, მაგათ არ დავაყლდები. არ გამეკეთებინა ეს გრიპისაც რა კაცო. დიდუბია ეს, დიდუბიდან დიღმის მასივამდე ადრე მანქანით მე 7 წუთში მივდიოდი. 7 წუთი მინდოდა ხალხო. და წავედი ახლა და 3 საათში იქეთ და აქეთ ვერ მოვასწარი დამაგვიანდა პაციენტთან. ნახევარი საათი. ვინ არის ეს ხალხი გაეთროგდია 4 შაბათს კაცო დილის 11 საათზე 12 საათზე. გამაგებინ ერთი რა. ეს ის ხალხია ვისი ცოლიც იქ მუშაობს. მანქანა უყიდა, ბენზინი ჩაუსხა, გაიგე, ბენზინის ფული ხო, ბენზინის ძვირია. და ამას გონია რომ დადის საქმეს აკეთებს და ამ დროს ქალი იმ ქალს ახლა სექსი სადაა სექსი იმას იქ. არც სურვილი არ ექნება ასე რა სურვილი ექნება და მე აქედან ურეკავს აი ეხლა შენ გამომიგზავნე უნდა ახალი მანქანა ვიყიდო რაღაც ბიზნესი დავიწყო აღარ შემილია რა ცუდა არ მინდა ხა მაგ თემაზე საერთოდ ფიქრი არ მინდა რა